ჩაი არა აღდგომის დღესასწაულმა დარწმუნებული ვარ, ყველამ გემრიელად მივირთვით პასკა, ტკბილეული, სხვადასხვა ნოყიერი საკვები. ახლა უკვე დრო არის გავიხსენოთ ჩვენი მიზნები და დაუბრუნდეთ ჯაზაღი კვების ჩვევებს. თან ზაფხულიც ძალიან მალე მოვა. მე გაგიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რაც დაგეხმარებათ ძველ რეჟიმში დაბრუნებაში. რჩევა პირველი. გახსოვდეს, სხეულს არ ჭირდება სასჯელი, ამიტომ ნუ დაიწყებ მკაცრ დიეტას და შიმშილს. მეორე, დილა დაიწყე თბილი წყლით, ეს სხეულს მოუხსნის დაღილობას. მესამე, ჩართე რაციონში მეტი ბოსტნეული და ცილოვანი საკვები, როგორიც არის ხორცი, თევზი, კვერცხი, ბროკოლი, ისპანახი და ასე შემდეგ. თუ ორგანიზმი ტკბილს გთხოვს, მაშინ ჩართე რაციონში მეტი რაოდენობით ხილი და შავი შოკოლადი. იფიქრე ენერგიაზე და არა კალორიებზე, ამიტომ მიირთვი საჭირო რაოდენობით ჯანსაღი საკვები. თუ გიჭირს დამოუკიდებლად რეჟიმში დაბრუნება, ან არ იცი საიდან და როგორ დაიწყო, მომწერე ინდივიდუალური კონსულტაციისთვის პირადში, რამდენი კილოგრამის დაკრება გსურთ და შემოუერთდით ჩემს